მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ჩვენ ვართ დღეს მდინარეზე, კალმახზე სათევზაოდ. ცისარტყელა კალმახზე. ეგრეთ წოდებულ გაქცეულ კალმახზე. ნახოთ თუ გაგვიმართლებს ჩვენ ინფორმაციით არ არის თითქმის. და აი ვეცდებით რომ მაინც მოვნახოთ აბა. ჩემი აზრით უფრო საინტერესო თევზაობა გამოვა, რადგან არ არის, ანუ რა თქმა უნდა 1-2 იქნება და უფრო ინტერესი იქნება თევზაობას მე ვთვლი. ჩემი აზრით უფრო საინტერესო იქნება. რაც შეეხება ინვენტარს, დღეს ვითევზავით ფეივორიტის ტოტემით. ეს არის 2-დან 10 გრამამდე, 2 და 27 სიგრძე. რაც შეეხება სატყუარებს, დიდად გასაკვირია უნდა იყოს, მე ვითევზავით ფლეშ ლურესის სილიკონებით. ამის გარდა მაქვს თან კიდე სხვა მოდელები. ასევე ვითევზავით თუ დამჭირდება კანკალებით, ეს კანკალები მაქვს თან და ვობლერები. ტრიალები, იარის ტრიალები მაქვს. სავარაუდოდ რადგან თევზი ასე ცოტა, ალბათ ძირითადი დაწოლა და აქცენტი მექნება გაკეთებული სილიკონზე. ფლეშ ლურესი ძალიან მაღალი დონის სილიკონია, ანუ არაერთი ვიდეო მიდევს ამ მასზე. არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში არის ძალიან ტოპი მოდელი ფლეშ ლურესი. მე თან სპეცფერები მაქვს, სპეციალურად საქართველოს შექმნილი, საქართველოსთვის გამოსული ფერებიც მაქვს. რა ვიცი, სხვადასხვა მოდელი თავარია და ვაინტერესოთ ერთი ცალი მაინც რო დავიჭირო. და მაგის მერე უფრო კარგი იქნება. დავიწყებ flip formით ვიწყებ. წონას გამოვიყენებ 1.5 გრამს, ამ ეტაპზე და რა თქმა უნდა მე შევსვი ხოლმე. შევხედოთ აბა რა სიზამს. იმედია გაგვიმართლებ და გამოგვივა კაი თევზაობა. Არის. შემიგიძომა. ეს. ფლეშ ლურეზე რა თქმა უნდა. იქო არ გაიქცა მაცადე. იარარი იქნება ალბათ 9 კილო. მცადი. ოპა. აქ დავშვით პირველი. ეგ არის ცოტა მეტი რა, 1.600 გრამამდე ალბათ. 9 კილოზე ცოტა მეტი იქნება. ფლეშ ლურესის ფლით ფორმზე. გავაგზავნოთ უცებ. იმედია კიდე გაგვიმართლებს. ნახოთ რა იქნება. შევცვალოთ ფერი. მე დავაყენებ ახლა საქართველოს ფერს, ეგრეთ წოდებული, ანუ ეგ ფერი არის მხოლოდ საქართველოში გაყიდვაში, სპეცფერია. ანუ ესეთია ვარდისფერი, კრემი და ვარდისფერი. ეგ ფერი ძალიან კარგად მუშაობდა, ჩვენ სპეციალურად დავამზადებიეთ, რომელიც ანუ გაყიდვაში არის მხოლოდ საქართველოში. ნახოთ აბა ეგ ფერიც უნდა მოეწონოს წყალი, არ არის ძალიან სუფთა და წესით ეგ ფერი აქტიური იქნება, ხა ისეთ ხილვადობა იქნება მაღალი. ნახოთ აბა როგორ ისახელებს თავს. არის აი, მაინც აქცერონ გამეცა და
მაინც მოვატყუე. ჩავედი ხარ. ვაა. ობა. მაინც მოვატყუა გამოსვლა ქონდა წეღან. ამიტომ და არ დაჭიდა და მაინც მოტყუდა მენდენე ეთრამდე სროლება. ანსაი. შენი ნუ ესეც პატარა არის, აი იქნება 400 გრამიანი ალბათ. ვიცი რა უნდა იდგეს, იმენა უეჭველი ვიცი. აქ არ იდგეს, არ შეიძლება ესეთი. არის, აი ესე, აი დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ ამახიდე. აი გოტყოლდა. შოგამბადეში თევზები მაქვს. გაქცევა არ იქნება ჩოგამბადე დაკავებული მაქვს ზევი დავტოვე თევზი მიდევს აქ ხელით უნდა მოიყვანო ესე ნუ სადღაც 9 კილოიანი უეჭველი არის ერთი გამახი ასეთ ფლეშლურასის ფლიპ-ვორმზე კარგი ბიჭი კარგია აი ჩოგამბადე აქ ჩოგამბადეში თქვენ ახავთ ახლა დიდ თევზს სამწუხაროდ ყველაზე მეტად წყდება გული რომ აი იქ თევზი მეგონა რომ საკამერა ჩართული მქონდა და თურმე გამორთული მქონია და ვერ გადავიღე ის არის მინიმუმ 2 კილოიანი ძალიან მაგარი გამოვიდა თევზაობა და სამწუხაროდ ვერ გადავიღე აი ამხელა არის ეს ნახეთ აი ამხელა გავაგრძელოთ გავუკეთოთ ახალი სილიკონი მოდი იგივეს გავუკეთებ ახლა რატომღაც ეს უნდა დღეს და არ შევუცვლი ამით გავაგრძელებ ისევ ჯერეს წონა ისევ გრამნახევრიან სულგან გავაგრძელოთ აი რომ დაიჭირა ნელა ბიჭო არ ჩაიხლი წომა ეს კი 1 კილომდე ზომა ეს კარგია მოიცა შემოვა ეს კარგი პოპლერზე ეს რა მას 9 კილოიანი იქნება შვენიერი გავაგრძელოთ აი მორიგი ძალიან მაგარი ადგილი აი უეჭველი უნდა იყოს ამ ჩქარი წყალია ძალიან და გასატარებელი მანძილი მაგ ძალიან მცირე არის აი ესე რა არის უეჭველი ვიცოდი აქ აგიდა არის მაინც მოტყულდი დაიქცე აბა მაინც დაამართლა ჩვენს ადგილმა
Flash Lures-ის flip worms-ზე მოტყულდა. ნუ ეგეც პატარა ზომა 9 კილოიანი არ იქნება იქ. მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან ბევრი მაწვალაა, ძალიან ბევრი რაღაც მოუცადე. ნაკადულია. რომ დაიჭირა ეს ნაკადულია? აუ. ის რა ქვია, ზღვის რო არის. ორაგულია. ზღვის ორაგულს რო ეძახია. ორაგულია ეძახია. ეგონა დავიჭირე. ორაგულს. გაუს. შავი ზღვის ორაგული. შავი ზღვის ნამდვილი ორაგული. გაუს. მოკლედ ამითი მოვჩებით თევზაობას. დავიჭირეთ თუ არ ვცდები 7 ცალი, ანუ რომელიც ამოვიყვანეთ. და ორივეს ჰქონდა დაახლოებით ესე 3-3 გაქცევა. წუდი დღე არ იყო ნამდვილად. შვენიერი, ნუ რა თქმა უნდა, ბევრად მაგარი დღეებიც ყოფილა ამ კალმაღზემით უმეტეს, მაგრამ გართობად ნამდვილად ღირდა. სილიკონებმა იყო ჩაღა, როგორც ყოველთვის. Flash Lures-ი ყოველთვის მოსოდების სიმაღლეზეა. მას უამრავი კლონი გააჩნია. Flash Lures-ი FL-ი, ანუ Flash Lures-ი ქვია ორიგინალს. საქართველოში ოფიციალურადაა, თქვენს ხედავთ, რომ დროშაზე ოფიციალურ ლოგოზე არის საქართველოს დროშაც. და წარმოდგენილია ოფიციალურ მაღაზია მეტეორში. ნუ ამითი დაგემშვიდობებით. შემდეგი თევზაობა გვექნება სავარაუდოდ ისევ მდინარეზე. ნახოთ აბა როგორი რეზულტატები გვექნება მანდ. ჯოხი ყოჩაღი, ამ ჯოხით მე ბევრად მაგარი ვიდეოებიც მიდევს კალმაღზე თევზაობის. და რავი, ძალიან სუბუქი ჯოხია და ძალიან კომფორტული. აბა დროებით.